თქვენთვის ბესო ალავიძის მონათხრობი 2 საათზე მეტ ხანს ყვება ის ამ დეტალებს მოულოდნელია? არა, მოულოდნელად არაფერია, ეს ზუსტად ის არის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება სავარაუდოდ სასამართლოებსაც. თქვენ შემთხვევაში თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, მე ასე დავიწყე საუბარი, ვიზეც იყო ეს ზეწოლა და თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ გამონაკლისთა შორის, რომელმაც გაუძლო ამ ზეწოლას, მაგრამ რის ფასად? რა იყო მუქარებს შორის, აი რომ წარმოვიდგინოთ, ალავიძე ყვება, რომ ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს. თქვენ შემთხვევაში რამდენად სერიოზული იყო ზეწოლა იმის საჩვენებლად საზოგადოებისთვის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მუქარა, ეს არის ხოლმე შედეგზე გათვლილი მუქარა, რომელსაც ძალიან იშვიათად უძლებს ადამიანი. დიახ, მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი პირველი ვიზედაც ერთ-ერთი პირველი. ზეწოლა განხორციელდა. მუქარა ჩემ შემთხვევაში რეალურიც იყო რაღაც მხრივ დამანახეს კიდეც აი ბავშვის გადაცების მცდელობით, რომ რეალურზე მეტად დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ თუნდაც არ მიიღებით იმ გადაწყვეტილების, რომელიც მათ სურდათ, მათ შეეძლოთ ის ფიზიკური განადგურების თუ დაზიანების მუქარაც აისრულებინათ. ჩემ შემთხვევაში ერთადერთი რამაც მე გამიმარტივა საბოლოო ჯამში იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მივიღე, ეს სწორედ ცდელობა იყო აი ბავშვის გადაცების, ის შემდეგაც ჩემი მხრიდანაც იყო შესაბამისი მუქარანარევი გზავნილი მათ მიმართ, რომ არ გავჩუმდებოდი და მეორედ ეს როდესაც პროცესი მქონდა, პროცესზე განაცხადებდი იმას, თუ რასაც ანხორციელებდნენ. მოგული დავაზუსტოთ, ბანო დათო, ბავშვის გადაცების მცდელობა საუბარია თქვენს მცირეწლოვან შვილზე, რომელიც სკოლაში სწავლობდა და როგორ დაგანახეს ეს ამბავი, რომ რეალურია თქვენს მიმართ მუქარა, ეს რომ გაიხსენოთ, მე მესმის, რომ ძალიან რთული ისტორიაა, მაგრამ ეს არის წარმოიდგინეთ პროცესი, როცა თქვენ გთხოვენ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, გემუქრებიან, თქვენ არ თანხმდებით ამ მუქარას და მერე ხდება ბავშვის გადაცების მცდელობა. აი ეს რომ მოყვეთ თქვენ შვილზე, რამხელა შვილზე არის? რამდენი წლის იყო მაშინ თქვენი შვილი და რა ისტორიაა ეს? ჩემი შვილი პატარა იყო, პირველ კლასში იყო, როგორც მახსოვს. ეს ჩემ შემთხვევაში კონკრეტულ იმ საქმის შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესი იყო, ეს არ იყო 1 დღის და 2 დღის, ეს იყო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე თვე ვიხილავდი. იმ კონკრეტულ საქმეს შესაბამისად იქ ბევრი სხვა რამ იყო, გარდა იმისა, რაც აი ბავშვს ეხებოდა, იქ იყო მუქარის წერილები, ყოფილი მეუღლეს ხვდებოდა მანქანის საქარე მინაზე, იყო ზარები, უამრავი ადამიანი, ვისაც ცდილობდნენ, რომ მოეტანათ ჩემამდე ესა თუ ის გზავნილი. მათ შორის იყო მუქარაც, მათ შორის იყო შეთავაზებაც, აი როგორც ბესო ამბობს, უზენაეში დაანიშნვის უვადოთ, ფულადი თანხის. ეს ერთმანეთში რომ მივხვდეთ, აი კარგად როგორ არის, კპირდებიან კიდეც, გემუქრებიან კიდეც და რაღაც ბოლო მომენტი იყო ეს ბავშვი. ბავშვთან ერთად იყო კიდევ ფრაზა, რომელიც ნათქვამი იყო იმ დღეს, აი იმ შუამავლისთვის, რომელმაც შუამავლსაც გააწყვეტინა მათთან ურთიერთობა, ის უბრალოდ ადგა და მიუტოვათ შეხვედრა. შემდგომ იყო ბავშვი და ამით დასრულდა. ბავშვის სკოლიდან გაყვანის მცდელობა, ხო? დიახ. როგორ იყო ეს ამბავი, ანუ? არაერთჯერ მოვყევი. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, ძალიან რთული მოსაყოლია, მე მესმის. მე არის ამავდროულად უკვე ბავშვიც აღარ არის თვითონ ფაქტობრივად დღეს 16 წლის არის. სკოლაში მივიდა პიროვნება, რომელმაც დაწყებითი კლასების მასწავლებელს თხოვა, რომ უბრალოდ უთხრა, რომ
მშობლებისგან იყო იგი გამოგზავნილი და ბავშვი უნდა წაიყვანა სახლში. როდესაც ვერ იცნო მასწავლებელმა, გამოიძახა მანდატური სამსახური და პარალელურად დაგვიკავშირდა მშობლებს. ვიდრე მე მივიდოდი რაღაც მაქსიმუმ 10 წუთი დამჭირდა ალბათ. ეს ადამიანი უკვე გაშვებული ყავდათ. ეს არის მოკლედ რომ მოვყვეთ. ეს იყო მუქარის ჩვენება ფაქტობრივად ინსცენირება, რა შეეძლოთ მათ. ვანდათო მე მესმის რომ ეს ძალიან რთული გასახსენებელია თქვენთვის, რთულია თქვენი შვილისთვისაც. დასკვნის სახით მინდა რომ მკითხოთ, საქმეები ძალიან გახმაურებულ საქმეებზე ყვებოდა ბესო ალავიძე, ეს არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ეს არის რუსთავი 2-ის საქმე. ხომ და არაერთი გახმაურებული საქმე. ყველა საქმეში იყო ასეთი ინტერესი და როგორ მოდიოდა ეს, რომ ეს არის კონკრეტულად ივანიშვილის სურვილი? ამას ჩემ შემთხვევაში ეს პირდაპირ მითხრეს კონკრეტულ მოსამართლეებს ალბათ ის პიროვნება, ვინც თხოვდათ მათ რაიმე ქმედების შესრულებას ან ქმედების შესრულებისგან თავის შეკავებას თვითონვე ეუბნებოდა ვისგან მოდიოდა. ხშირ შემთხვევაში ასახელებდნენ პიროვნებას, ჩემ შემთხვევაში ნათქვამი იყო ივანიშვილის სახელი, შესაძლოა ყოფილიყო სხვა პიროვნებაც. მთავრობის წევრი იქნებოდა ეს თუ ვინმე სხვა არ ვიცი, კერძო პირიც, ყოფილა შემთხვევა კერძო პირის ინტერესის გამოც გამიგია ძალიან ხშირად უთხოვიათ მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. და შუამავალი თქვენ საქმეში, ანუ ვინ ფიგურირებდა, ეს იყო ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, თქვენ ახსენებდით მაშინდელ უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარესაც. ნინო გვენეტაძეზეა საუბარი, როგორც ვიცი. პიროვნება იყო, ვინც ითხოვდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, მე მათ ნინო შევხვდი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს, ვინაიდან იგი სასამართლოს სტრუქტურის წარმომადგენელი იყო, რაც შეეხება ფარცხალაძეს, მასთან ორი პირი იყო საკონტაქტო, ანუ ჩემი ოჯახის წევრი, ფაქტობრივად ახლონათესავები, მათ იბარებდნენ და ისინი მოდიოდნენ ჩემამდე. და ძალიან ბევრი იყო გარდა აი ამ ორი პირისა, ვისაც აგზავნიდა ცალკე პროკურატურა, ცალკე სასამართლო, ნუ აი ეს რო წარმოიდგინოთ ძალიან დიდი პროცესია. უამრავი ადამიანი ცდილობს მოვიდეს, გადმოქცეს თხოვნის სახით, მუქარის სახით, რჩევის სახით. მე მესმის რა გაიარა ბესომ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვისი ისტორიაც ვიცი. ბესოს ისტორია მისგან მოვისმინეთ ახლა ყველამ ერთად. ეს არ იქნებოდა ერთი დღის ამბავი, ეს არის რაღაც პერიოდის განმავლობაში ხარ მუდმივად დაძაბული, მუდმივ სტრესშია ამავდროულად ოჯახიც და ის ახლობლებიც, ვინც მონაწილეობენ აი ამ ასე ვთქვათ შუამავლობაში. გასაგებია, ვანოდათო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენ სხვა შორის გიმთავრდებოდათ მაშინ მოსამართლის ხომ ერთ თვეში სადღაც. დაგპირდებოდნენ რომ გაგიგრძელებდნენ ამას უვადოდ დაგნიშნავდნენ და ასე შემდგომ, ხომ ესეც იყო შეთავაზებაში ერთ-ერთი. სასამართლოში უვადოდ გადაგნიშნავდნენ. ეს იყო დაპირება. მოკლედ მადლობა ამ გაძლებისთვის და კიდევ ერთხელ საჯაროობისთვის ამ თემის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია სამომავლოდაც და აწყოშიც. მადლობა. დავით ჯუღელი იყო კაბელების საქმის ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე.